ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო. Სამდღიანი პროცესია დღეს თეირანის დროით 22 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ცერემონია ინფრასტრუქტურის აღდგენამდე გადავადდა. მარნეულში აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქადაგება გაიმართა. მარნეული ნიუსის ინფორმაციით გუშინ იმამ ალის სახელობის მეჩეთში პატივი მიაგეს ჰაჯი ჰაშიმის ხსოვნასაც. ღონისძიება ყურანის საკითხვით დაიწყო, აღევლინა ლოცვები და გაიმართა ქადაგება. საქართველოს 11 ქვეყნის ბოიკოტს არ უერთდება და ზამთრის პარალიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს. ქვეყნების ბოიკოტის მიზეზი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც 6 რუს და 4 ბელარუს სპორტსმენს რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული დროშებით გამოსვლის უფლება მისცეს. თავდაპირველად ბოიკოტის შესახებ უკრაინამ გამოაცხადა, მოგვიანებით კი მას სხვებიც შეუერთდნენ, მათ შორის გერმანია, კანადა და ნიდერლანდები. ნატოს ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტა ჩამოაგდეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიტოვებთ უფლებას პასუხი გავცეთ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მტრულ ქმედებას, განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.